3 2 1 Let's go. ეს არის რაც არის. ვოპ. გამარჯობათ მეგობრებო და кайხანი აღარ ჩაგუწერია. არაფერი. ეს არის რაც არის პოდკასტები, кайხანი აღარ ჩაგუწერია. და დღეს ვილაპარაკებთ FC ისანის თამაშს. თამაშზე დინამოს როცა შევეჯიბრეთ. მოკლედ ამან ძალიან დამღალა. მეც. ძალიან ჭრიალებს, ძალიან ხმაურობს აი ამ ძრო თავის ქალა რა. უნდა მოხსნათ ეს, უნდა გადავაგდოთ. რა რაღაცა აი პატარა სკამი მინდა. მეთევზეების სკამები როა, ხო იცი? კი. აი ეგენი უნდა დავდგათ, გასაშლელი თორე აი ეს კი ლამაზი ეფექტურია, მაგრამ ძალიან ხმაურიანია, აი ტოვინი ამაძრო რა. კი, მეც. ძალიან ჭრიალებს. შენი ჩემი პირზე ხელს ნოიფარებ, როცა ლაპარაკობ, რამდენჯერ გითხრა. მიკროფონი არ იღებს ხმას. აი ეს რა ჯდომაა, გინახია ინტერვიუს ეს ეკეთებდნენ? ჩაყავით თავი მეზარება ახლა. მომეთ თმა რომ მოგწიწყნო. აი 1-0. კარგი, დავიწყეთ. მოგეხსენებათ მეგობრებო, ზუსტად არ მახსოვს, შაბათს ხონდა თამაში თუ კვირანცულას? შაბათს ხონდა. შაბათს არა, ხონდა? კვირას ხონდა, კვირას. კვირას ხონდა, ხო? კვირას ხონდა თამაში FC ისანი FC ისანი vs დინამო. დინამო სკოლა. კი. ხო, FC ისანი დინამო სკოლა ქონდა და 1-1 დამთავრდა თქვენი თამათი. თქვენი თამათი დამთავრდა 1-1. 1-1 დამთავრდა ჩვენი თამაში. მოდი ახლა ვიყოთ ობიექტურები და ვიმსჯელოთ ისე როგორც არის რეალურად. მოდი ახლა ჯერ ვნახოთ პირველი გოლი როგორ დაიწყეს, როგორ გავიტანეს. ვიმსჯელოთ და მეორე გოლზე უკვე ჩვენ რო გავიტანეთ. გავცხეთ. ნახოთ როგორ შექმნა დინამოს სკოლამ საგოლე მომენტი. ჩვენს ნახევარზე არიან პასი ადვილად. კიდე ადვილად პასი, ჩვენს ნახევარზე დათარეშობენ, ჩვენი დაცვა აქეთ-იქით დარბის და ნუ აი აქ ხდება ჩვენი შეცდომა რამაც გოლი გამოიწვია. წიგნა აძლევს პასს მოწინააღმდეგეს. არ ვიცი რა ქონდა ჩაფიქრებული, თუმცა პასი მივიდა მოწინააღმდეგეს და აქ სიტყვის ერთი წამით დაგვიანებული რეაქცია. აქ რო სიტყვი გამოსულიყო, ეს გოლი არ გავიდოდა. მით უმეტეს კომბინაცია არ იყო, გოლი ჩაფიქრებული არ იყო და შეიძლება ითქვას შემთხვევითი გოლია ჩვენივე შეცდომის ხარჯზე. რანაირად იყოფა ხა ჩემი გავიზა. რა სიტყვი ამ გოლზე რა აზრის ხარ? რას ფიქრობ? არა, ნახე ეს გოლი 98% მოდი გოლი იქნებოდა. არ არის მეტალის ბრალი. მაგრამ შენ რა შეგეძლო? მოდი შენ თვითონ თქვი. მე შემეძლო უფრო ადრე გამოსვლა. ალბათ. კი, მიკროფონისკენ ცოტა. ან მიკროფონი აქეთ მოიწიე, რომ მე შემეძლო უფრო ადრე გამოსვლა. მაგრამ როგორ ვიცოდი მე ხა წიგნად პას გავუკეთებდა იმას. ო. ახლა ნახე რა ხდება. მეკარე მარტო მაშინ არის მეკარე, როცა აი მენა გავა ეს გასწორებენ და წინ აი უეჭველი რო დაარტყავენ მარტო მაშინ ხარ მეკარე და მარტო მაშინ ხარ მობილიზებული აი უეჭველი ფეხზე აზის და არტყავენ. მეკარე რას აკეთებს თელი თამაში? ამხნევებს. ანუ თამაში საკვირდება, კაი, თამაში საკვირდება, ხო? ანუ მეკარის რეფლექსი საიდან მოდის? მაინც და მაინც მარტო მაშინ როცა 100%-იანი საგოლე მომენტი იქნება? ხო. ანუ ყოველთვის ხმზად უნდა იყო. კი. ანუ შენ რო ყოფილიყავი მანდ, კონცენტრირებული, უშუალოდ შეტევაზე, შენ რო მიყოლოდი თამაშს და ის დაგენახა რომ ბურთი ადვილად გააგორეს, გამოაგორეს ერთი გადაცემა, მეორე, მესამე, წიგნამ პასი გააკეთა, იდეალური პასი მისცა. ფაქტობრივად საგოლე მომენტი ჩვენ შევქმნით ფაქტიურად. შენ აი ამის წინასწარ დანახვა, ამის მობილიზება გონებაში რომ შეგძლებოდა ორი წამით უფრო წინ გამოხვიდოდი. წინასწარმეტყველი არაა, მაგრამ წინასწარმეტყველებაზე არ მაქვს. აი ხედავ ჩემთან კონფლიქტში შემოდიხარ. კი არ ვჟელობ ჩემთან კონსტრუქციულად. ვცდილობ თავი გაიმართო, მაგრამ შენ კი არ გამტყუნებ. ნახე რას გეუბნები. მეკარე არ არის, მეკარე მარტო მაშინ, როცა 100%-იანი ბურთი ფეხზე დააჭდა. თამაშს უნდა უყურებდე და უკვე უნდა სწავლობდე თამაშის წაკითხვას. ის რომ შენ საჯარიმოში უკვე დაიძაბა სიტუაცია შენ შეგეძლო 2-3 ნაბიჯით წინ უკვე წინ ყოფილიყავი რომ ბოძივით რო გაჩერდი და ერთ ადგილიდან უყურებდი გემოძრავა ამ მოძრაობაში ინსტინქტურად 2 ნაბიჯი 3 ნაბიჯი წინ შეიძლება გოლი მაინც გასულიყო მაგრამ იცი რა შეგეძლო კარის დაპატარავება ხო ხდები
უბრალოდ 1-2 წამით უფრო გვიან ადრე გამოვარდებოდი და კარს უფრო დაუპატარავებოდი, ან მოგარტყავდა, ან დაიბნეოდა პასს გააკეთებდა. ამის გაკეთება შეგელო მარტო თორე, საგოლე სიტუაცია შეიქმნა ყველა ვარიანტში. მადლობა ამისთვის წიგნას. იდეალური პასი გააკეთა წიგნას იმისთვის რომ გოლი გაეტანათ. რაც შეეხება მაგას, ანუ ამ შემთხვევაში დინამოს სკოლამ თვითონ შექმნა საგოლე მომენტი. აბა. ნახევრად შექმნა დინამომ ნახევრად ჩვენ შექმნით. ხო, ანუ საგოლე მომენტი წამოიწყეს, გამოძერწვა დაიწყეს, მაგრამ საბოლოო სახე მისცა ჩვენმა შეცდომა. ამ გოლს. 80% ჩვენი ბრალი იყო. კი ბატონო, მოდი ახლა ნახოთ ჩვენი გოლი და ნახოთ როგორ წამოვიდა ჩვენი გოლი, როგორ დავიწყეთ საერთოდ. და მე ამაზე ვიმსჯელოთ. როგორ შევქმნით ჩვენი საგოლე მომენტი FC-სანმა. მეგრელა ბურთით ჩვენი ნახევრიდან გადავედით ადვილად. მეტოქის ნახევარზე ბუზალამ უპრობლემოდ მოტეხა 1-2-3 ადვილად შევიდა საჯარიმოში და ნატრომ ლოგიკურად დაასრულა. ლამაზი კომბინაცია ჩაფიქრებული გოლი. ეს არ არის შემთხვევითი გოლი. ეხლა რა ხდება? ჩვენს ნახევარზე მეგრელამ 27 ნომერს აართვა ბურთი, 27 ნომერი ცოტას ეჭიდაობა ბოლო ხელიკრა. წაბურძიგდა აქ მეგრელა, თუმცა არ წაიქცა. ბუზალა მოიპოვა ბურთი, აქ ერთი პატკატი, მეორე პატკატი აგრძელებს აგერ 20 ნომერს. აუარა და 20 ნომერიც უკვე უხეშობაზე წავიდა, იმიტომ რომ ბურთი გაცდა ბუზალას და ეს უკვე ფეხებში წავიდა მოჩეხვაზე კარგად ჩანს. აგრძელებს ბუზალა და საჯარიმოში უკვე პასი ნატროზე და ნატროც აი ამ ჩაფიქრებულ ლამაზ კომბინაციას ლოგიკურად ასრულებს. ეს არის ჩაფიქრებული თამაში, ეს არ არის შემთხვევითი გოლი და ბრავო ისანი, ბრავო. სულ მეგრელა წამოიწყო პასი, წაართვა პასი გაუკეთა ბუზალას, ბუზალამ რავი საღო მესი გახდა, პრაიმ მესი გახდა. მერე ნატრომ მიხვდა რომ პასი მისცემდა, გამოითვალეს ყველაფერი ერთად, მისცა ბუზალამ დაარტყა ზედა კუთხეში. როგორი სივრცე გამოიყენეს. ხედავ მეგრელას როგორ ეჭიდაობოდნენ? კი. ზოგადად ყურადღება მე ტრენერებს, მწვრთნელებთან მაქვს ერთი ძალიან მაგარი ასეთი სათქმელი რა. მე მაქვს უფლება და ჩემ თავს უფლებას ვაძლევ იმისას, რომ აი გაბრიელი აქა დამეთანხმება. არასდროს ცუდი რეპლიკა უზრდელობა. არ წამოსულა და არ წამოვა FC-ის ბიჭებისგან, ხო ესეა? კი. რა გინებაზეა საუბარი და არავითარ შემთხვევაში თავს იმის უფლებას არ აძლევენ არასდროს. არასდროს კონფლიქტსაც მაქსიმალურად თავს არიდებენ. მწვრთნელებო, ყურადღება მეაქციონ ციყვი აუცილებლად თქვენი აღსაზრდელების შეკრულებას, პატივისცემას, სიყვარულს და მათ ზრდილობას, კულტურას და მეტოქის პატივისცემას. ძალიან დიდი ყურადღება მეაქციეთ. მე არაფერს არ ვაკონკრეტებ ეხლა კონკრეტულად, მაგრამ მე ოპერატორი ვარ, ვიღებ ხშირად არიციან ხოლმე რომ ისნის წარმომადგენელი ვარ, ისეთებს ვისმენ ხოლმე მოწინააღმდეგე გუნდის ბავშვებისგან. ისეთ ბილდ სიტყვაობას, რომ მქონია შემთხვევები მოუტრიალებული ვარ და მithქვამს, რომ ბიჭო, ამხელა კაცი რო დგევარ და ვიღებ. და შენია ეს ბილდ სიტყვაობა გამოჩნდება კადრში და მე ხა იძულებული ვარ რომ ამოვჭრა. არ გიტყდება რომ აი ამხელა კაცს მიყურე, გვერდზე მიზიხარ და ესეთი სიტყვებით იგინები და ილანძღ, უბრალოდ განცდა არ გაქვთ იმისა, რომ მამისტოლა კაცი დგას, ხედავთ ისმენს და ზოგი მეპასუხება ხოლმე ზოგს დაბნეულობა. ასე რომ მწვრთნელებო და მშობლებო თქვენც ჩვენ მაგალითად პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ არასდროს ჩვენი მშობლებისგან არ მოდის რეპლიკები და მით უმეტეს ჩარევები იმ ბავშვის უკენი, ამ ბავშვის ეს უკენი. ეს მენტალობაა რა, მე ასე ვფიქრობ რა. შეგიმჩნევია რომ ჩვენი მშობლები რაღაცეებს ითხოვდნენ და ყოლოდნენ და მოწინააღმდეგ მეტოქე გუნდის ბავშვს დამთრულ გუნდ რამეს ეუბნებოდეს? არასდროს. ხო არ ყოფილა. არასდროს არ მოხდება. და არც არასდროს არ იქნება. ამიტომ ყურადღება მეაქციეთ თქვენი შულის გულშემატკივრობა, თქვენი კულტურით, თქვენი თუ თბილისელი ხართ, თბილისელობით, სიდარბაისლით და თქვენი მენტალიტეტით განისაზღვრობა და არა მარტო იმით, რომ მიაბარებ მწვრთნელს და მწვრთნელმა გაზარდოს. მწვრთნელები ხშირად 50 და 70 ბავშვს სულიან და შეიძლება ვიღაცის ზრდილობის და მენტალური ამბავი გაეპაროს, მაგრამ შენ რომ მშობელი ხარ, შენ უეჭველი არ გეპარება, შენი შულის მდგომარეობა. ამიტომ დაავლე ხელი და მიხედე, მაგრამ ზოგიერთი მშობელი თვითონაა გამოსასწორებელი, ბავშვს რას მიხედავს თო. კაი, ეხლა რა შეეხება ამ გოლს?
ნახე მეგრელას როგორ ეჭიდაობოდა? კი. აი აშკარად უნდა რომ დაეგდო. ეგეთი ეპიზოდი ერთხელ არ იყო. მაიკაზე მოთხრევების ბევრი ეპიზოდი ის იყო. შენ გამოაჩინე ვიდეოში? ისა ძალიან დიდი ის რომ მოხდა ჩხუბი. არა, ეგ ამოჭერი და არ მინდა მაგაზე საუბარი. ხო, არ მინდა მაგაზე საუბარი. აი, უბრალოდ ვიტყვი რომ ძალიან უხეშად თამაშობდნენ. არ შეიძლება. უხეშად თამაში. ბავშვები ვართ ბიჭო რა. აი, უხეშად თამაში ერთია, მაგრამ უნდა მოვიდოთ უხეშ საუბრებს. კი. ანუ შეიძლება ეპიზოდმა რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ შენი საუბრით, შენი რაღაცა იქ ტიპობით დავითონ ბიჭობით რომ აუ გამოვარდე და გაგიჟდე, ეს ყველაფერს აფუჭებს რა. არასპორტული საქციელია, ამას ჭირდება ტრენერი და მშობლის ერთობლივი ზრუნვა, რომ ბავშვი სწორად მენტალურად სწორად სპორტსმენად რო ჩამოყალიბდეს და პატივისცემა ქონდეს ამ სპორტის მიმართ და მეტოქის მიმართ. მოგეთ მეგრელას ეჭიდაუნენ, ვერ წააქციეს. მაინც შეინარჩუნა ბურთი ჩვენი ნახევრიდან წამოიღო. ჩახმეგრენ. ხო, მაგრად ბუზალასაც ერთი პატკატი, მეორე. სუფთა ბურთზე თამაში იყო პირველი პატკატი, მეორეც სუფთა ბურთზე თამაში იყო, მაგრამ მესამე უკვე როგორ წაართვეს, ხო ნახე პირდაპირ ფეხში წავიდა, უკვე საჯარიმო სიტუაციას ქმნიდა და ნუ უბრალოდ ბუზალამ იყო ჩაღა და პასის გადაცემა მოასწრო რა და მოახერხა და ბუზალა გაუჩერებელია და ნატრომ იდეალურად დაამთავრა. ანუ რისი თქმა მინდა ჩვენი გოლი მე არავის არ ვაკნინებ, ჩვენ ხო არავის არ ვამცირებთ. უბრალოდ რეალურ მოცემულობაზე მსჯელობთ. ჩვენი გოლი რეალურად მართლა გოლი იყო. ჩვენი გოლი იყო ჩაფიქრებული კომბინაციით, ნავარჯიშები გააზრებული გოლი. და იმათი გოლი ჩვენ თვითონ შევქმნით რა. კი. აი 20% იმათი წვლილია 80 ჩვენია, მოდი ასე ვთქვა და ეს გოლი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო მეგრელამ და საკუთარი საჯარიმოდან სამი კაცის გათამაშებით ნახევარი სტადიონი გავირბინეთ, პრინციპში გათამაშებითაც არა, ნატრომ ერთი შეხებით გაიტანა. და ასე შემდეგ, ასე რომ ჩვენი გოლი იყო გოლი და ძალიან ლამაზი გოლი იყო. როგორ ფიქრობ, ეს თამაში მოსაგები ქონდა? კი, მოსაგები ქონდა. ძალიან იმოქმედა კომლა რო არ ყავდა და ანდრე. კი. იმიტომ რომ ცენტრი ვერ ვაკონტროლეთ ისე როგორ ჩვენ გვჩვევია. კი, ძალიან გეხმარებიან კომლა და ანდრე. ძალიან მაგრად, ხო? კი. მოკლედ, ახალ ტურნირში ვერთობით, ტაბახმელაში იქნება ხოლმე თამაშები სუფთა ჰაერზე იქ მაღლა და სამშაბათს გვაქვს პირველი თამაში. იცოდი ამის შესახებ? ზუსტად არ ვიცოდი ტაბახმელაში რო ქონა, მაგრამ ახალ ტურნირში რო გვიჭერდნენ და რომ უნდა გვეთამაშა, იქ ვიცოდი. მაგრამ ძალიან კაია ტაბახმელაში ვთამაშობ. კი, მომეწონა ძალიან მაგარი ადგილია ტაბახმელა. მოკლედ ასე მეგობრებო, არაფერი პირადული, არაფერი საწყენი. მე მილიონი შევადარიგებას მივიღებ, თუ რა თქმა უნდა, იქნება ისეთი კონსტრუქციული. ამაში არაფერი პრობლემა არ არის. ხო, რამის ხომ არ დაამატებდით? პირადად შენზე მინდა ახლა ერთი ორი სიტყვით რომ იმჟელო. უბრალოდ იყავთ ზრდილობიანები. არა. შენს თამაშზე, შენ როგორ შენი წელი 25 წუთი როგორ გაატარე? ნუ ბევრი არაფერი საქმე არ ქონდა, ეგეთი ძალიან ბევრი. რაღაცა ვქენი რა. დავამხნევე ბიჭები. ხო, ნუ ეს გამხნევება ყველაზე მთავარია. შენ მენტალურ მდგომარეობას აკვირდებიან. კი. შენი მენტალური მდგომარეობის შესწავლა დაწყებულია. ასე რომ უნდა იყო ჭკვიანად და ფრთხილად. აუცილებლად. და აი ინტერვიუ იყო. კაი, მეგობრებო, დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი პოდკასტი ამეთი და პოდკასტია და არა პოდკასტი, მაგრამ მე მეტყოლებასთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის როცა ვამბობ, პოდჩანს. სწორი რომელია? პოდკასტი. პოდკასტი. ჩაუჯდეთ, ჩართე ახლა PlayStation-ი, მე და ეცე ყო ახლა ჩვენ თუ შეუბერავთ. კი, უნდა. ესე შეუვარ დაგასწარი. აუ, აი. კი, არ მინდა ახლა სულ შენ როგორ ახლა რაღაც ნაგავგუნდებს ინდოეთი და ბანგლადეშით რომ ათამაშებ. უნდა მაგ. აი, კაი. კაი. всё, ვინ ხარ? არ ვიცი ჯერ. კაი, მე ვიქნები ბაიერნი მაშინ. ჩართე გამზადა. დავაი. всё, დარხეული გაქვს. მაგათაც ნახავ ისა. მიგებს ეს ოხერი, სულ მიგებს თო. არა, ბიჭო. იმენა გამამწარებს ხოლმე რა. რუსიში ხოლმე. კაი, გადავერთეთ ახლა ჩვენ აქ ვითამაშოთ, მეგობრებო. თქვენთვის ახლა ჩვენი თამაში საინტერესო არ იქნება და მორიგი ეს არის რაც არის, იქნება როდის? როცა გაბრიელი დროს გამონახავთ ჩვენთვის. ბაინცულები. აი, ეს არის რაც არის. Love you guys. Cut. Goodbye. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.